ძალიან მოღვაწეობას დასი ახალი სპექტაკლით აღნიშნავს ტრაგიკომედია ცხოვრება მშვენიერია რეჟისორმა ნიკოლოზ საბაშვილმა დადგა. მოვემზადეთ და ტემპში დავიწყეთ ყველაფერი თავიდან. გადავედით, გადავნაწილდით უკვე. საგარეჯოს თეატრის დასს ბოლო მითითებებს რეჟისორი პრემიერამდე ერთი კვირით ადრე აძლევს. პიესა ცხოვრება მშვენიერია ახალგაზრდა რეჟისორმა ნიკოლოზ საბაშვილმა სპეციალურად თეატრის 125 წლის იუბილეს დაამთხვია. მუშაობა იყო ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ პატარა ექსპერიმენტები ჩავატარეთ. ისე დავიწყეთ მუშაობა სპექტაკლზე, პიესა არ იყო დაწერილი. და მუშაობის დროს პარალელურად იწერებოდა პიესა. ქალბატონო, თქვენ ყველაზე მომხიბვლელი სიგები ხართ მთელს გალაქტიკაში. ტრაგიკომედია ერთი ადამიანის უდარდელ ცხოვრებაზე გვიყვება, რომელიც მოულოდნელად გაიგებს, რომ უკურნებერი სცენით არის დაავადებული. იგი სიცოცხლის უკანასკნელი დღეების მაქსიმალურად გამოყენებას გეგმავს. ამისთვის დაიქირავებს ცოლს, შვილს და მეგობარს, რათა თავი მარტო აღარ იგრძნოს. სანაცვლოდ კი ამ ადამიანებს სოლიდურ თანხას თავაზობს. ალექსანდრე არის ძალიან საინტერესო გმირი. საკმაოდ ტრაგიკული გმირი არის, რომელიც რაღაც გაუგებრობის გამო საბოლოოდ ფატალური შემთხვევით ამთავრებს სიცოცხლეს და ნახოთ რა გამოვა. სპექტაკლში ბევრი ახალბედა მსახიობი მონაწილეობს, მათ შორის ჯეოსტარელი ირინა ბაირამაშვილია, რომელსაც თეატრის სცენაზე თამაში პირველად უწევს. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩემთვის პირველი როლია, მაგრამ როლია ძალიან ნაცნობი. ანუ მე ვთამაშობ ბარის მომღერალს. ფაქტიურად რეალობაშიც მიწევდა. საგარეჯოს თეატრის ისტორია 1876 წლიდან იწყება. პირველი რეჟისორი, რომელმაც ამ თეატრში სპექტაკლი დადგა, ალექსანდრე ცხადაძე იყო. დაარსებიდან დღემდე თეატრს 120-მდე სპექტაკლი აქვს დადგმული. წელს კი მიხეილ ჭიაურელის სახელობის თეატრის განახლებული შემადგენლობა საიუბილეო თარიღისთვის საგანგებოდ ემზადება. საიუბილეო თარიღია ახალგაზრდა რეჟისორი ყავს ბატონი ნიკა, რომელმაც თავისი სპექტაკლი, თავისი პიესა შემოგთავაზა ძალიან საინტერესოდ. მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო სპექტაკლი უნდა გამოვიდეს. საგარეჯოს თეატრში ადგილობრივების გარდა პრემიერაზე სტუმრებს თბილისიდანაც ელოდებიან.